იქნება რომ შავხრელი დაუბადეთ. პრობლემა იქნება რომ გავარჩიოთ ეს შავხრელია მართლა თუ უბრალოდ ნაწილაკი დაიბადა რომელიც დაიშალა. ამიტომ არანაირი საშიშროება რომ ის ვიღაცა ეს შავხრელი გადაყლაპავს. კითხვა არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან შეუსწავლ ფიზიკისაგან და ათვისელი არ ვარ. საქართველოს პერიფერიულ სივრცეში ვცხოვრობ, სადაც ადამიანთა კომუნიკაცია უფრო აქტიურია, ინფორმაციას ხშირად ვცვლით და ხშირად ვლაპარაკობ კიდე რაღაცებზე, ასე ჩვენთვის რომ აი დასაკეთებენ ქართველები ემიგრირებული საზღვარგარეთ და რაღაცა და გაჟღერდება ხოლმე ასეთი ფრაზა, მაგრამ ხომ არსებობს კი ადვანს და მადლობის სათქმელადაც მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, აი ბოლო კითხვა და ბოლო კითხვა ამ ექსპერიმენტის შედეგად არის თუ რა ისეთი ინფორმაციის მიღების ალბათობა, რომელიც თქვა აი ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებს რაღაც რადიკალურად შეცვლის. ფუნდამენტურ კანონების ხო კი ხო სასწაულები მეცნიერებაში არ ხდება ხო ანუ ის რასაც ჩვენ სასწაულს ვეძახით მე მეცნიერული ფაქტია ეხლა ეს ძალიან კაი კითხვაა საერთოდ ზოგადად რატო იმიტომ რომ მეცნიერული თეორიების რათვისება აქვს რომ მეცნიერული თეორია როდესაც ის არის კარგად შემოწმებული და ფაქტიურად მიღებული საყოველთაოდ, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ახალი ხო, მეცნიერული რევოლუციები არასოდეს არ ანგრევენ ძველს. პირიქით, მეცნიერული რევოლუცია ეს არის გაფართოება თეორიის. არასოდეს წინა თეორიის ეგეთი ფაქტით ფიზიკაში არ მომხდარა, რომ ახალ თეორიას წინა თეორია, რომელიც უკვე დაფუძნებული იყო, სრული ვარყოფა გაიგო. არამედ ხდება შესწორება, მოდიფიკაცია. ესე იგი, მაგალითად, თუ დაუშვათ, აი, კითხვა რო იყო ჰიგსის შესახებ, ხო? დაუშვათ, თუ ჰიგსი არ გამოჩნდა, რაღაცა შემცვლელი ფიზიკა გამოჩნდება და ეს შეასწორებს ფიზიკას მოკლე მანძილებზე, მაგრამ ეს რადიკალურად ვერ შეცვლის იმას, რაც ჩვენ უკვე ვიცით, იმიტომ რომ ის რაც ვიცით ფაქტია, ხო? მეტი არაფერი. ესე იგი და რატო არის მაგის მიზეზი რატო არის რა არის ის რომ მეცნიერება არის უდიდესი კოლექტიური აზროვნების შედეგი ხო აი ახლა კომენტარი რო იყო ეს უამრავი ხალხი მუშაობს ამაზე იგივე ქართველები დაუშვათ და საერთოდ მეცნიერების დამსახურება კიდე ის არის რომ ინტერნაციონალურია არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ ვინ რას წარმოადგენს და ვის რა უნდა და რა უყვარს და რას ჭამს და ასე შემდეგ და იმიტომაც არის ზუსტად იმის ძნელი ვარყოფა ეს არასდროს არ არის აი მე მომისმენი მაგალითად თოქ-შოუებზე ხანდახან არის აბსოლუტური მისკონცეფცია რომ იტყვიან აი მაგალითად მეცნიერებს ალაპარაკებენ ვიღაცასთან ხო ნუ ზოგჯერ ის ხალხი ის ვიღაცა ძალიან ზერელი წარმოდგენა აქვს მეცნიერებაზე მე მიდის აქ რაღაცა კამათი და მე თოქ-შოუს წამყვანი იტყვის რომ ნუ ხო აი ამას თავისი აზრი აქვს და იმას თავისი და ეხა დავიშალოთ და იმას ვერ ხვდებიან რომ მეცნიერული აზრი ეს არავისი აზრი არ არის ის კი არ არის რომ მეცნიერული აზრი დაიბადა მაგალითად ფარდობითობის თეორია შეიძლება დაიბადოს როგორც აინშტაინის ჰილბერტის და ვიღაცების თავში როგორც მათი აზრი მაგრამ მე ეს ხდება და ეს ხდება არავისი აზრი აღარ არის ეს არის მეცნიერული აზრი რომელიც შემოწმებული თეორიაა იმ მომენტიდან როცა ძალიან სწრაფად მეცნიერული აზრი ხდება ყველას აზრი კოლექტიური აზრი და ეგ არის მნიშვნელოვანი ზუსტად კარგი ალბათონის რეპლიკას კიდევ მეორე ალბათ ჩვენ უყურადღებოთ არასოდეს აქტუალს გია ეს რავენ წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ როგორც უახერხებს ყოველთვის ტარდება ეს ლექციების ციკლი ხარ უნივერსიტეტში ხარ ფიზიკის ინსტიტუტში ინსტიტუტის დიპლომობას უხდით ყველანი ფიზიკის ინსტიტუტში ყოველთვის და უნივერსიტეტში მადლობა